სოფელ დიღომში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა იწყება ჰოსპისის საძირკველში. მემორიალური კაფსულა პირველმა ლედი პროექტის ინიციატორებთან ერთად მოათავსა. ჰოსპისი ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უყურნებელი სენი დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები უფასოდ პოლიტიკური მზრუნველობის მომსახურებას, პალიატურული მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. მშენებლობის გახსნა ორგანიზატორებმა ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს დაამთავრეს. მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. პროექტს სჭირდება მუდმივად კვება იმისთვის, რომ იარსებოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პატარა წევრები იყვნენ ბედნიერები თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში და ჩვენ გაუხალისებთ მათ ცხოვრება. ძალიან მიხარია, რომ იდეა, რომელიც რამოდენიმე ადამიანს გაგვიჩნდა ერთი წლის წინ, დავიწყეთ განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დაწესებულებების არსებობა საქართველოში. პირველ რიგში, იმიტომ რომ არ არსებობდა მსგავსი დაწესებულება აქამდე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ ამ დროს ჩვენ შევძლეთ პირველი ბავშვების მიღებას. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი იღებს სრულ მზრუნველობას, როგორც სამედიცინო მზრუნველობას, ასევე ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ასევე გართობას და ყველაფერ იმას, რაც მას შეუქმნის კომფორტულ გარემოს.